ჯდები სუფრასთან და წინ კიდევ ჩაქაფული პასკა, კვერცხი, ხაჭაპური, ლორი, თონის პური და გგონია რომ ეს საკვები არის პრობლემა, მაგრამ ეს საკვები არ არის პრობლემა, აქ მნიშვნელოვანია ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც იღებ შენ ამ საკვებს და ამ დროს შენ იმყოფები ფიზიოლოგიური შიმშილის და ფსიქოლოგიური შეზღუდვის მდგომარეობაში. შენი სხეულისთვის და შენი ტვინისთვის ეს არის იდეალური ჯილდო, მაღალ ნახშირწყალოვანი და მაღალ ცხიმოვანი, რომელსაც ამდენი ხანი ელოდა და წინა პერიოდში შენ უზღუდავდი. შენი ტვინი ფიქრობს, რომ როგორც იქნა საჭმელი, როგორც იქნა, მივიღებ იმას, რაც ამდენი ხანი მინდოდა და მიკრძალავდნენ. წყებ უკონტროლო კვებას. და რა არის ამის ნიშნები? პირველი სწრაფად ჭამა, მეორე შემდეგ უკმაზე ფიქრობ უკვე, როდესაც ერთ დღე ჭავ, ან შემდეგ ნაჭერ პასკაზე ფიქრობ, გინდა თუ არ გინდა, როდესაც ჯერ ერთი გაქვს მხოლოდ გადმოღებული. მესამე, თითქოს კონტროლი გაქვს დაკარგული საკუთარ თავზე, საკუთარ სხეულზე, საკუთარ არჩევანზე. მაგრამ ეს არ არის შენი ბრალი, არც უსტი ხარ, არც უნებისყოფო არ ხარ, უბრალოდ შენს სხეულს და შენს გონებას წინასწარ შეუქმენი ეს პირობა, რომ უნდა მოქცეულიყო მსგავსად უკონტროლოთ.